მოკლედ ავიდეთ როგორც ბატონი ნიკო იტყო და ჯერ მოდის ტოპ და მერია დანარჩენი. როგორაც დაგვასწორდა კაი ამბებში ხოდროს ერთმან. ტაში. არა. ტაში ბიჭო გიორგუნა არ გუშეგუნა. დაინგრა მაგიდა. მოკლედ როგორც იქნა დღეს გავსინჯავთ ადამიანურ საჭმელს და ის დებილობები რაღაცა რო იყო ეს აზური და ჩინური სალათი და ეკვანდური და ხალი და და ბოსტანში ბარე. მოკლედ გილოცავთ მეგობრებო, დღეს არის ამ ვიდეოს როდესაც წერთ, დღეს არის გიორგობა, დაესწრებთ რავალ, ჯანმრთელად და ბედნიერად. სიმონ! მე ვიდა საჭმელი სიმონ! უთხარი ახლა ბარემ რა დუჟენიაში ვართ ახან? დღეს ჩვენ გავსინჯავთ კასუმლოს დუქანი კასუმლო. რომელიც მდებარეობს ერთი არის წერეთელზე, ასტოქშენ ნომერში, მეორე არის გამრეკელის რაღაცაში. 17 ან 19. 17-ია თორცდები. 17 იქ. დღეს გვექნება ახლა პატარა წალუკმებაც, პატარა იქანე წაგამონება გიორგობას ხანერეთ არ გამოდის. აბა რა. ნახოთ ახლა რეები გვაქვს ჩვენ ბარემ ასორტიმენტებში. რა გვაქვს? სანამ ლუკა გეტყვით რა გვაქვს, მანამდე გამოიწერეთ არხი, მიდი გელოდებით და დაიწყებს ლუკა. და 20000-ზე მიდივართ აზიაში. კაი, დევიწყოთ აბა. ხინკალი გვაქვს ქალაქური, თიულური, ბარემ მე გავხსნა. ბატკნის ხინკალი გვაქვს კიდე. ბატკნის ცხოვრის თუ რაფერ? ბატკანიო და ბატკანი. ოსტრი გვაქვს. ბადრიჯანი გვაქვს. ნივრით. ოპა, ცოტა. კარტოფილი თქვი? რატო აქვს? კარტოფილი გეხურათ და რაღაცა გამორჩას ოსტრი. ოსტრი გვაქვს. მართლა ნახეთ როგორი ოსტრი არის. თავარი. ქაბაბი და ნახე როგორი ოსტრია. მეიცა, შეჩენ. მალავარაგ ერთი რა დავითარებ. ბატკნის, ხო. ქაბაბი და ბატკნის წვადი. ცოტა გაგვიცივდა მე მგონი, მაგრამ ბრუნვა წყალი აქვს. ბუჯო დასვეტილიმით არ ამოიღეს ნეტა რა ქვია იმას. ეს ცალკე ის არის, გადასაღები პროცედურა არის, რომ ჩვენ ოს მოყვება ცალკე ინგრედიენტი, ხახვი. აი, ოპა, ცოცხლად რო იყოს და. არა, მაგიო, ქაბაბის იქნება. ქაბაბის იყო. მართლა? ავიჭის კაც. კაი, დავიწყოთ რა ტრადიციულად. მოკლედ ჩვენ დავიწყოთ ახლა დავხსნათ ესენი. წყალი რო აქვს რაღაცებთან ვერ იმაშვება, ვერ მევასება, მაგრამ. დავეცეთ ახლა პირდაპირ, ეს გახსენი მართლა ბიჭო. რითი დავიწყოთ, რითი, რა თქმა უნდა, დაიწყო ხინკლით, ეს ოჯახური. ოპა, რა წყალი გადი ორთქლი აქვს, მეგო, აი ნახეთ რა, ორთქლში იღვრება, აი. კაი, მოდღვარი, შეჩემა, ყველაფერი რა იყო. დადე, გაწმინდა, უცებ, მოწმინდა. მოდღვარე რა, ყველაფერი ჩაორთქლილია და. ამინდა, ბიჭო, ფხალით დაწყა, პირდაპირ უნდა გასინჯო. რა ფხალი, ბიჭო? ხინკალი, ნახე. ბადრიჯანია ნივრით. კაია, ბიჭო. ეს მართლა კაია. უბძალით. იგი ქალაქურია? აია. ქალაქურია? ეს თან ცხელი რო იყოს უკეთესი იქნება. მართლა კარგი იყო. იდეალური. როგორია? კარგია, ბატონო ლუკა, მიდით. შეეკეცით რა. მოკლედ მოგძანდით. რა მოგძანდით, გაცანო მოგძანდით. კარგი ხინკალი გამომაშტერა. ხო. მიბზანდით, უნდა გეთქვა მიბზანდით. დააღემონ. მიბზანდით, დააღემონეთ. მე ვიცა. და მე შეგვაფასე. ჯერ ადრეა მაგის ლაპარაკი, ამდენი რაღაცა გასასინჯი. ხინკალი გაია, სხვა რამე არ ვიცი. ინტერიერი არის ადგილზე მიბზანდებით. დუქანის ვაიბი მოაქვს რა. თვითონაც დუქანია. თავისი ყველაფერი კაით რა, იქ შიგნით რაღაცა ინტერიერიც ისეთია. მოკლედ ძველ დროს გააკონტროლა სიტყვები. ძალიან ბევრი მოკლედ სიზახი და მე იმაში აქვია. კაი ხო. იმაში მაგის გარდაჭრა მიდის 2 საათი. გრძლად რო ვთქვათ, მოკლედ გრძლად რო ვთქვათ და მოკლედ არ გამოგვივიდეს. გრძლად რო. ამის თქვა გინდოდა, ხო, გიგი? გრძლად რო ვთქვათ, ვაფშე მაგარი ესაა რა, ზავიდენია. მოდი ერთი პატარა რა შეგარტოფილი ზავში. ე ახლა ამდენ გადმომიღე მინე. კარტოფილი რაჯიან და ხო ის კარტოფილს ქართულ სუფრაზე თავისი ადგილი მაინც უჭირავს. სიმართლე რო გითხრათ, ადგილზე გაცილებით უკეთესი იქნება.
ჩვენ გზაში ცოტა ჩაგვეორთქლა, ჩვენი ხელს წამოვიღეთ ეს მიტანის სერვისი. არის, ბოლში მიტანის სერვისი არის. ეს გამოვადგება მე. კარტოფილია, შეუძლებელი. ბიჭო, სიმართლე ვთქვა, საწებელის ხარჯზე გადმოვიღე ეგ რა. მაინტერესებს რანაირია. საწებელი სხვათა შორის, საწებელი ეს 2 ლარი და ნახეთ რამდენი არის. ეს არის ნუნუკა საწებელაი? ნუნუკა საწებელა, დედიკო. არა, ძალიან ბლომადა არის ერთი შეხედვით. მე მაქრო ძალიან ცხარე არის. საწებელი? ო. ცხარე, ძალიან ცხარე არა, მაგრამ სიცხარე იგზნობა. სხვათა შორის გემრიელი არის, მომეწონა. ეს ჭამასმა კარგია, მაგრამ გამოგვიწერეთ მეგობრებო რა, ეს უყურებთ ასე არხს, მე ჩვენ გადავდივართ რაღაცა YouTube სტუდიო და რაღაც აპლიკაციები არის და შეგნით გამომწერები არ ემატება. ეს engagement-ი, აი გვიყურებს 60%, 65%, იყო ვიდეოები 95%. ხო? გვიყურებდა და გამოწერილი არ ვყავდით რა და გამოგვიწერეთ ჩვენც პატარა სტიმული მოგვეცემა, კაი ვიდეოსაც შემოგთავაზებთ, შეიძლება ჟესტებით ლაპარაკებთ თუ რა შო. ჩვენც პატარა სტიმული მე მეგვეცემა. პირველი არხის ქალი ვარ. ქალი ხარ? ოვენ ძალიან ცუდი ხუმრობა იყო ხარა. შემომთავაზე? შემოგთავაზე. ეს მე. შენ თუ არ იღებ იღარ მაგრამ. აბა შემოგთავაზო. აგერ აიღეთ, ინებეთ, აი. ნახეთ, მეგობრებო, აიღე. რომელი? ჭვადი ეს არის და რა ვიცი რომელმა. აი ამასე. აჩიკო. მოდი აჩიკო აიღე შენც რა. დანა არ უნდა მა? დანა, რა თქმა უნდა, დანა. თავისი სპეციალური ისენი აქვს რა. ეს არის მოყოლი, ეს ქაბაბისთვისა იდეაში, მაგრამ ჩვენც ასე ვჭამოთ რა. სხვათა შორის მე ვიცოდი რომ ბატკნის წვაც რაღაც ცოტა სუნი ქონდა. არანაირი სუნი. ხო მაგარი რაღაც ნა. სუნიც არ აქვს, ვაიმე ცხუზე მივიდეში. სუნი არ აქვს, არანაირი. გემოც ბიჭო, ვისაც უყვარს ბატკნის ხორცი, არჩე კაი მწვადია რა. მაგრამ ეს სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არ მიყვარს. მე ძალიან მომეწონა. მე მგონი პირველად არ მახსოვს რომ მე ჭამოსანო თვითონ ეს ბატკნის წვადი. თუ არ მითხრეს აი ესე ვჭამე კიდე ხო? არა. გემო აქვს მართლა კარგი, თან ისა. სველია. აჰა. ბიჭო, ერთი მინუსი რაც აქვს, ცოტა შეგრილებულია უკვე რა. ხო, არა, სველი არის. გემო აქვს აი იდეალური. არანაირი აიფიქროს მე გქონდა რაღაცა მაგრამ ბატკნისა რაღაცა სხვა გემოზე მიდიოდეს ან აი ძალიან ოდნავ რა, ვინმე რო არ გითხრათ რომ ბატკნის წვადია, ვაფშე ვერ გაარჩევთ ღორის. ჩვენებრივად კარგად, ჩემ წვადი ღორის ხოცი. დავი. ვისაც ალბათ ხშირად აქვს განსინჯი, აი მიხდება. რო ბატკნისა. მე მაგალითად კი მიხდება. ვენ სუნიც არა აქვს. ხო, ბატკანს ხო სპეციალური რაღაცა სუნი აქვს რა. იმ დღეს რო ვჭამეთ, თუ გახსოვს. ხინკალი. სად ვიყავით? წინა ვიდეოში. ორბელიანზე რო ხინკალი ვჭამეთ. აი იქ მაგალითად როგორც კი ჩავკვიჩეთ ხინკალი, ეგრევე სუნი რო ჩავკვიჩეთ და ესეთი სუნი გამოვარდა. მე წავიქეცი ლამის, უბრალოდ ვიდეოს ესთეტიკიდან გამომდინარე, ბოლომდე უნდა მეჭამა. ლამის გამიდან გადავარდი. აიგია, კარგია. კაი, ჭამოთ ახლა. და გადივიდეთ შემდეგ რამეს. რა არის? ესა? სახში გაკეთებული ტარხუნის ლიმონადია, უბრალოდ რა არის, იცი, ლიმონადისგან განსხვავებით, ცოტა გრადუსი, 60-65 გრადუსს ურტყამს. აუ ბიჭო, იგი რა კაია, ჩემი არის. აი ბიჭო, აკოთები, ამდენი ორიანი ნაჯამოთ. გასინჯე? არა. აუ რა კაია, იცი? აი, აუ რა, ხედავ იგი შეყვაჩი. ნიორი? არა. აბა პელმეიტი ხე? არა, მე მგონი. არა, ბიჭო, იგი ძვალია. ამნაირი ძვალი? სანახე ძვალი. არ ვიცი, ახლა ალბათ იმას წვაც ქონდა. ალბათ, აი. და მე სტომატოლოგიურ კლინიკას მიმართავ. მართლა კაი გემოა. კაია, თქვა გეუბნები, კაი არ მაგარი. თვითონ ეს ბადიჯანია ნიუ-იორკში.
ნო, აბა ნივრიან ბადრიჯანი რაში იქნება? მაგრამ ის რა არის ის მწვანილი და მწვანეფერი რატო აქვს ჩვენს? წვანილია, ქვიჯო. მწვანეფერი გაუშვა? კარგია. ნეტა მწვანილი რატო უშევს მწვანეფერს? რა გასაგვი. პიგმენტი აქვს მწვანე. ჩვენ ხინკალი ცოტა გაცივდა და მოდი ცოტა ნენელა უკვე გადავინაცვლოთ სხვა ხინკლებზე. აუ ბადრიჯანი ძალიან კაი იყო. ბაჯანი მართლა ტოპია. ეს რასია? თეული. თეულური. ოპა, ბატკანი, ლუკა, ბატკანი. ბატკნისა? აბა რა. ოპა. მოდი ჯერ სუნით შევაფასოთ. ცივი არის, გაცივდა ხამდე ხნის განმავლობაში. სუნი მართლა რა აქვს? გემო? მიდი შენ თქვი სანამ შევჭამ. ბიჭო, აი ძალიან ოდნავ აქვს გემო რა. ვიცა? მაგრამ ისეთი სპეციფიკური გემო არ აქვს, რომ არ მოგეწონოს. აი, რომ მე კავსუმლოში ვიყავი, ზუსტად აი როდესაც საქართველოს საბერძნეთის თამაში გემახსოვრება ბატონ ლუკა, ჩვენ რო გავედით ევროპაზე. აი მადროს და მაშინ შემოიტანეს და თქვეს რომ ეს არის ცხვრის ხინკალიო. იჯე ძალიან მომეწონა, ვერც ვიგზენო საერთოდ ცხვრის იყო რაღაცნაირი გემო ქონდა. და აი აუ რამდენი წვენი აქვს იცი? კი, ბოლოს რო ვჭამეთ იმ ადგილას იქ სიმართლე გითხრათ არ მომეწონი ქონდა საზიზღარი რაღაც იმენა ცხვრის და ეს უკვე ტოპია. ძალიან კაია. თითქმის ვერც გაარჩევ ჩვეულებრივ ხინგალს. არა, ჩვეულებრივ ხინგალია, ჩვეულებრივ ანუ ქალაქურისგან რა, ღორის და ის ღორის ხორცი. გავითვალისწინოთ რომ ეს არის დაკეპილი ხორცით გაკეთებული. ხო. ძალიან მაგარია. თეულური? თეულური. დებეცეთ. თეულური ხო იცეკვა? ახლა ნახოთ აბა ახლა ეს გემო როგორ ჩვენ მიცეკვეთ ისეთ უგეცეკვება მის გემოები. ტოპია. მე ტყუილი არ მიყვარს თბილისში. მე გემრიელი ხინკალი ძალიან იშვიათად რო გავსინჯო და ერთ-ერთი ეგეთი არის. მიძახიან რომ ზოდიაქო, მაგრამ მე დიდად არ მომწონს, იმიტომ რომ ამდიჯერაც მივედი ხან მარილი აკლა, ხან რაღაცა აკლა და გემო ზუსტად დასმული ვერასდროს ვერ დავიჭირე, ეგ შეიძლება ესეთი კრიტიკოსი რომ მივდივარ, მაგიტო იმაშვებიან, რა ქვია, რაღაცა ცოტა განიცდიან და შეზავებაში რაღაცები ერევათ. იბნევა. ზარეული იბნევა. თბილისში შევთანხმდეთ, მე მგონი შენ დავდების დღეზე რო ვიყავით, აი ორტონაში არის ნორმალური ხინკალი. მე ვერ ვიტყვი რომ გადასარევი ხინკალი. ნორმალური თქო, მაგიტო ვიზახი. რაც მე მიჭამნია და აი ეს მართლა მომეწონა. ეს მართლა თბილისის ტოპია ჩემთვის. სამივე. ეხა არ მინდა რეკლამა გავუკეთო ერთ-ერთ ობიექტს. მე მაქვს ძალიან კარგი ხინკალი თბილისში ნეჭა. სანაურში? არა. აბა. შემდეგ მოგახსენებთ ბატონო. მოკლედ ესეთი რაღაც შევთავაზოთ ჩვენ ძვირფას მაყურებელს. ტელე და YouTube მაყურებელს. იმიტომ ზოგი ტელევიზორიდან გვიყურებს. ხო, მართალი. მაგის მართალი. ტელე ნიშნავს ანუ ტელეფონს, ტელეკომპიუტერ ყველანაირ მაყურებელს მინდა შევთავაზოთ 200 პლანშეტ მაყურებლებს. პლანშეტსაც ბოდიში, ტაბლეტი კიდე ცალკე თემაა. ზოგი შეიძლება რადიოში. რადიოსმენელებო. რადიოსმენელებო, თქვენს მოგმართავთ. მოკლედ ავიდეთ გძლად ავიდეთ ამ ვიდეოში 200 მოწონებაზე და ბატონი ლუკა გაგვიმხელს თუ სად არის ეს სახინკლე და საუკეთესო ხინგალი. საუკეთესო ისეთი რა, ერთადერთი თბილისში. როგორც ერთადერთი რა, ერთ-ერთი საუკეთესო ხინგალი. მოდი ასე ვთქვათ, როგორც ბატონი ნიკო იტყო და ჯერ მოდის ტოპ და მერია დანარჩენი. აი ლუკას თქმით გავიგოთ თბილისში რომელია ტოპ სახინკლე. და შეიძლება მხოლოდ თბილისში. ვეწიოთ კიდე, ხო, მხოლოდ ქუთაისს არ ვეხებ. ქუთაისი წმინდა. ქუთაისი წყალდუბ. ქუთაისი წყალდუბ. ბიჭო, ახლა ოსტრი მაინტერესებს ძალიან. ბიჭო, ცოტა ის იქნება ეს გაციებული მაგრამ. ოსტრი ის არის რა თქმა უნდა. რუსული სიტყვას. ოსტრი? აი, ნახე, ზეჩი ტივტივებს რა. აი, ჯანსაღი საჭმელი. ეს არის ნამდვილი ჯანსაღი საჭმელი. გადაიღე. თქვენი ღადავეთ და ოსტრი მართლა ჯანსაღი. არის უჯანსაღესი. კი, ზეთი, კარაქი, ცხიმი. აი, ნახე, ყველაფერი არის ერთად. აუ, ბიჭო, ნახე რა. აუჩ, ესა, მოიცა ლავაში. ჯერ ლავაში გაიშურნა გავსინჯო. აუ, მაშო ცხელი იყოს. მამა პაპურად, გლეხურად გავტეხოთ.
რა. ოუ, ბიჭო. აღარ ხომ. აუ, თან სიცხარე როგორ მოაქვს? ბიჭო, ამისთვის უნდა დალიო ადამიანი, რომ დილას წახვიდე პახმელეს. დალევაზე გამახსენდა ბატონ ლუკა. როგორი ბილი ხორცია? ძალიან ბილი. მასალა რა მსინჯი. ოუ, მაგარი ხორცია. აბა. ჩვენო ძირფასო ტელევიდეო, ტაბლეტ და რადიო კომპიუტერ მაყურებლებო, მინდა მსვენელებო. მაყურებლებო და მსვენელებო. ამ სახე. კაი მეორე თავიდან. მაყურებლებო და მსვენელებო გამეორე ძალიან დიდია. თრალია ეს. ამ სახლის კამპოტით მინდა გიორგობა მოგილოცოთ, დაესწარით მრავალ ჯამთელად ბედნიერად და შეგეწიოთ დღევანდელი დღის. გისურვებთ წარმატებებს. სნოვი მგოდანკო კი ვარებ კიდე. დავაგიროობას და გვასწორებთ და სულ ასეთ კვესუფრებზე და კაი ამბებს შეხვედროთ ერთმან. მოგიგიდოთ ეს. კანი ვარჯეთა ბაგერიტი. ბიჭო სპიჩ გარანტოს მიმესით ოპეტდე შეიძლება არ გაიმეოროთ ძირფასო მაყურებლებო ვიდეოს 18 პლუსი დაადებთ ეგი 16 წლის ადამიანი რო დალიო შეიძლება მოვტეს შენ ქალის პარტია გაქვს ქალის პარტია Tu puoi mettere una schema che diciamo di che sono diventando che era აუთრალი ვარ ეს რა იყო ავიდეთ 2000 გამომწერზე ამ ვიდეოთი და ჩვენ განახებთ რას ვსვამთ როგორი რა კამპოტი არის და როგორ მზადდება შეიძლება ეგეთ შემოგთავაზოთ სახლის კამპოტი მე ფორად ჩანვარ კამერაში იმენა მეფე ხარ და გადგამ გვერდს ლუკა აუ დავწერი კაბაბი გავსი კაბაბი პური უცებ ორი ჩალი დავდი აგერ გადაახვიე და გაჭერ გავჭერთ მა აიღე არ დამისოლო აიღე გადაახვი მინდი ოპა საц ბატკნის ხორცი აქვს რაღაცა სუნზე წაუბატკნებს ბიჭო ამ მეუთხარი რომ აი უქნა თქვა მაგრამ აშკარად რაზგე ჰიტრალები იყვნენ რა გამოვატანენ შერეული ხორცი დავამთავრებოდი ში 3 hours later შერეული ხორცი მენიუში ეწერა რომ ეს იყო საქონლის და ხბოსი მაგრამ რაღაცა მე მგონია რომ წაუბატკნებს პატარა ბატკანიც აქვს ხო მიჭობი რაც ჩვენ ვთხარით იმის მაგერად საფირმო გამოვატანეს არა უშავს ახლა ასეც გავსინჯოთ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ცუდია მარტო რა იდეალურია შვენიერი კაბაბია მაგრამ მე რო გითხრა სიმართლე ბატონი დავითის და ბატონი ნიკოს კაბაბი მიჩემ აბა თვითონ ლავაში გავსინჯოთ არ გაინტერესებს მე გამთალია ლავაშია რა ამდენი რაღაცას გასინჯვის შემდეგ ხინკლის გემო დამავიწყდა და ხო არ მიუტრიალდეთ საიდან მოუტრიალდეთ მითხარი ჩვენ თიულურიდან თუ საკონლიდან ამ თეშმა ომი გამეიარა მეიცა უბრუნდეთ თიულური აუ ბოჭო აუ აგებე არ გახი ვიღე არც ერთი ხინგალი არ გავხე მე ლუკა გინდა განახო ხინკლის ჭამის მასტერ კლასი მიდიავა მეგობრებო მიყურეთ რამხელა ხინგალი გააკროჭ ეგი ასე იმას რასოც ხო რატო არ ზე მე ვარ ხინკლისტი შენ ახლა გეიგე მაგას რა გემოქონდა გეი შენ ახარ გე გევიგე არა მართლა მაგარი გემო აქვს თან ფასი თქვა მაგრამ ფასი იმდენი წვენია ალბათ საჭრუპი უნდა ჩადო შეინა ოღონდ ეს ცხელზე უნდა ნახო შენ ახლა მაინც შებჟნილი ექნება სხვათა შორის არ გითქვია მის ფასი და 2 ლარი ღირს მეგობრებო ერთი ცალი ხინკალი და ყველა ხო ქალაქურის ისეთი აი და ნახეთ
რომ ხელა ის არის. კაი, ახლა ქალაქურზე გადავიდით ისევე. მეც ქალაქურზე გადავალ და თან ვიტყვი. ნახეთ მეგობრებო, არ გვითქვია ფასი და 2 ლარგის 1 ცალი ხინკალი. ხო ეს ბატკნის ხინკალი და 2 ლარი ნახევარი 1 ცალი. და ზომებში ძალიან საკმაოდ დიდი. დიდი არის. აი, შენ როგორიც გიყვარს ისეთებია. დიდები, ხო? ხო, აი დიდები. ჩათვალე ზოგზოგიერთი სახინკლეში რომ მოგთხინკალი, ალბათ იმაზე 1.5-ჯერ მეტია, ნახევარჯერ მეტი უფრო რა, 1.5-ჯერ ვერ იქნება. კაი, ჭამი არ უნდა მელაბარა. არ მინდა. ესეც იმავე პრინციპით გადავიგდო? გადაიგდე, მიდი, აბა, შენ ხო იცი დიდების ხინკლების გადაგდება. გადაიგდე. არა, მინდა ეს ადამიანი რა შევჭამა. აუ რა შოვა, აი. ხო, რაც გონებაში მოგივიდა, მაგი ვიფიქრე ახლა მეც. რა შეწოვის ძალა აქ? შავი წიწაკა და გვაუწდეგიც კაი იქნება ალბათ. მე წიწაკიანი არ მიყვარს. შენ უწდეგოს ეტანები? მარწყვის არომატით. ზოგადად ბიჭო, რაღაცას რო ჭამ, იმას არ უნდა ჭირდებოდეს რაღაცით გაგემრიელება, ისეც გემრიელი უნდა იყოს. ქართულენზე თქვი რაღაცის მიტანება. თუ გინდა მიტანება და თუ გინდა მოტანება, გინდა. არა, მიტანება არის, უნდა თქვა. რო შევაფასოთ მეგობრებო, საერთო ჯამში ყველაფერი ერთად, ვიტყვი იმას, რომ ვისაც ბატკანი, ცხარი, ესეთი რაღაცები მოგწონთ, გაჩიჩილი ცხოველი. ერთი წამი შეგაწყვეტნებ. ვისაც გინდათ ნაღდი, მამაპაპურად ჭამა და ეს პეროპურს გაუვა არ ჭირდებათ. პერო არ გაქვთ გასატეხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გაგრძელეთ ბატონო. ფასები იდეალური, გემოები მშვენიერი, მიბძანით დააგემო, თუ არ გინდათ მიბძანეო. ერთ-ერთ კომპანიას აქვს თქვენით მიხვდებით. დაგუგლავთ ამოგიგდებთ. ამოგიგდებთ, მიხვდებით რომ მე რომელი კომპანია, ახლა მაგას არ ვიტყვით. რეკლამირებას არ გაუკეთებთ. თუნდა გასმოსწორებენ, რა თქმა უნდა, რეკლამირებასაც და ყველაფერს იკეთებთ გაუკეთოთ. შეუკვეთოთ, ადგილზე მოგიტანენ. ჭამა. მაგრამ არ შეუკვეთოთ მეგობრებო, ადგილზე მიბზანეთ და იქ ჭამ თუ გაცლებთ გემრიელი იქნება. ეხლა თქვენ თქვით, აი რომ მივდიოდეთ და არ უცებ, ანუ თავიდან უნდათ ერთი რაღაცა, აი 3 რაღაცა, რასაც ისე შეუკვეთავ. კარგი კითხვა იყო, good question. ეს ინგლისურიც გამოვაგინოთ. აბა, good question და მე მექნება ask ასევე good. არა. ახლა ლუკა დაიწყე in my opinion და გაუშვი. In my opinion და my opinion ესე იგი სამი კერძი, რასაც ისევ შეუკვეთავდი, იქნებოდა აუცილებლად ნივრიანი ბადრიჯანი. მე ამ ნივრიან ბადრიჯანს მიახტი, ამდენ ხორცია, ჯერ იგი გეთქვაში. ნივრიან ბადრიჯანს შეუკვეთავდი, სამი კერძი ვერ შევეტე. 3. 3, მაი მეგე არ მოუყავი. კაი, ნივრიანი ბადრიჯანი, ხინკალი ნებისმიერ რომელიც გინდა და ბატკნის წვადი. აი უეჭველი შეუკვეთავდი ამ სამ. მე მინდა რომ აი მაგ მოიცა მაგ სამ კერძში ეს ლავაში და ის ლავაში არ შედის. საწეველი არ შედის? არა. მე ბატონ ლუკა ჩაგეთანხმებით თქვენს მოსაზრებაში, ძალიან მომეწონა, მაგრამ ავირჩევდი უფრო ხინკალი სამიო კარგი იყო. ერთი არჩევნის უფლება რომ მომცეთ, რადგან უცხო გემოქონდა, ისევე ბატკნის ხინკალს ავირჩევდი. მე ავირჩევდი თიუდურს. ბატკნის წვადს ავირჩევდი და ეს ნივრიანი რაღაცა ხო, ბადრიჯანი ხო იდეალური. ძალიან მაგარი იყო. მოდი ნივრიანი, ბადრიჯანი და ეს ქაბაბი დავაყენოთ მესამეზე, ეს ორი კერძი გამონაკლისს დავუშვათ, ძალიან მთხოთ რა. ძალიან მე მეცით პატივი რა. მაგრამ ეს კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენ რაღაცები არ იყო. აბა, კაი. რა უხდება ქართულ სუფრას? დაზოლა დაძინე. არა, კაცო და სადიჯინე. მუსიკა. დაშიო, ფიორი სამიო. მეგოსტანგლი მინა. მოკლედ ფუშინიდან. გრძლად, მეგობრად. ჩვენი ვიდეო დასრულებას მივახლოვდა, ჩვენ ხო არ ბაძავთ არავის. არავის. დასრულებას მივახლოვდა. არხი გამოიწერეთ 20.000 გამომწერს. ავიდეთ მალე რომ აზიაში წავიდეთ და იქაც ჭამოთ 1000 სესონელე. ძალიან კარგი ჩელ უკვე აქედანვე ვიწყოთ ფიქს, ჯერ ამდენი გვიკლია 18000 კაცი გვინდა. აქედან ვიწყოთ ფიქს, რა სიგიჟე ვიდეო იქნება. ასე ვიდეო დაალაიქეთ. დაგვიწერეთ ობიექტების სად მივიდეთ და სად ჩავხედქოთ შემდეგი. ამას მე მივაძინებ რა. აბა კარგად.